მოგესალმებით, ჩემოძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს ტრადიციისამებრ მინდა შემოგთავაზოთ თქვენ კვირის ტარო პროგნოზი. ან რა გელით ამ ერთი კვირის განმავლობაში. ვნახოთ აბა როგორი ენერგიები ექნება ამ ერთ კვირას 26 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით პირადად თქვენთვის. ვარიანტი გვექნება სულ 2, უნდა ერჩიოთ ერთი ან ორივე, რომელიც მეტად მოგიზიდავთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მოუწერეთ პირადში და მოდით დავიწყოთ საჯარო გაშლა. რა გელით, ნახოთ აბა, რა გელით ამ ერთი კვირის განმავლობაში, რა გელოდებათ 26 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით. რა ელოდება პირველ ვარიანტს 26 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, რა ელოდება მეორე ვარიანტს 26 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით. და ახლავე ამოვიღებ გვებს თქვენთვის. პირველი ვარიანტი გვეყოლება ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი გვეყოლება ასეთი ქვა. არჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ მეგობრებო, თუ თქვენ ეს გჭირდებათ მეტი კონცენტრაციისთვის. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. იმედი მოგვს კარგად ხედავთ ორივეს. არჩიეთ სასურველი, მე გადროვებთ და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც ვერ მოასწრო შეგიძლიათ რა თქმა უნდა დააპაუზოთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი თქვენ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში და აქ მოვიდათ ასების რვიანი. ნამდვილად ვერ ვიტყოდი რომ რაღაცნაირად ნეგატიური არკანი არის მეთქი, მით უმეტეს ამ დასტაში. პირიქით ასების რვიანი მეტყველებს იცით როგორი რაღაცის შესახებ, თითქოს თქვენ იქნებით მარტო თქვენი გრძნობების წინაშე. იცით, ყველა ადამიანი არის ძალიან ინდივიდუალური და რა თქმა უნდა ყოველი ადამიანის გამოცდილება არის ინდივიდუალური. თქვენ წარმოიდგინეთ ორი ადამიანი რომ ავიღოთ და ორივეს ძალიან მსგავსი ცხოვრება რომ ჰქონდეს და რაღაც მომენტში ერთი და იგივე სიტუაციაში მოხვდნენ ეს ადამიანები, მაინც სხვადასხვანაირად აღიქვამენ ამ სიტუაციას. რატომ? იმიტომ რომ როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, ყველანი ვარ ძალიან ინდივიდუალური და დიახ, შეიძლება ადამიანმა რაღაცაში გაგიგოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რასაც ჩვენ განვიცდით, ყოველთვის ვართ ჩვენ თავად. ანუ მარტივი ენით რომ აგიხსნათ, აი შენ ახლა რასაც განიცდი, რასაც გრძნობ, ამას ვერასდროს ვერავინ ვერ გაიგებს ბოლომდე. ისევე როგორც შენ ვერ გაიგებ სხვა ადამიანი რას გრძნობს, აი თავიდან ბოლომდე. ხვდებით ხო? და ნახეთ, აქ არის ასეთი მომენტი, რომ შესაძლოა გქონდეთ ისეთი შეგრძნება, თითქოს ბოლომდე ვერავინ გიგებთ, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის ყოველივე გაიაზროთ, რაც მე თქვენ აქამდე გითხარით და გარდა ამისა, ასების რვიანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ იქნება ზუსტად ამ თქვენს გრძნობებთან მუშაობა. თითქოს თქვენს გრძნობებთან მარტო დარჩებით რაღაც მომენტში და ერთის მხრივ ეს შეიძლება ნამდვილად არ იყოს სასიამოვნო, მაგრამ მეორეს მხრივ თქვენ შეძლებთ რომ უფრო კარგად მოусმინოთ საკუთარ ემოციებს. და იცით რატომ? კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ყოველი ადამიანისგან მოცდილება და ემოციური ფონი ძალიან ინდივიდუალური არის და ბევრად უფრო ინდივიდუალურია ვიდრე ადამიანები ფიქრობენ ხოლმე, მათ შორის თქვენ წარმოიდგინეთ კოუჩები და ფსიქოლოგებიც კი, მაგრამ ეს არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თითქოს გარედან მოდიოდა ხოლმე რაღაც ცდარი შეხედულებები, მოდით ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ადამიანებს უყვართ ხოლმე ერთმანეთისთვის რჩევების გაცემა, ისეთი რჩევების გაცემაც, რომლებიც არ მოგვითხოვია საერთოდ,
მაგრამ ნახეთ, როდესაც ადამიანს ჰქონდა მსგავსი სიტუაცია, ადამიანი ცდილობს, რომ საკუთარი თავიდან გამომდინარე განსაჯოს, თქვენ როგორ გრძნობთ, რას გრძნობთ და ასე შემდეგ და თითქოს ზუსტად ასეთი რაღაც გარკვეული ბლოკებისგან შეძლებთ, რომ განთავისუფლდეთ. პირველი ვარიანტი ხვდებით? ანუ მიხვდებით, სად არის რეალურად თქვენი ემოციები და სად არის რაღაც სოციუმის თუ სხვა ადამიანების მიერ მოხვეული რაღაც სტერეოტიპები და შეგრძნებები. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის 26 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით. არკანი კვერთხების 7-იანი, არკანი კვერთხების 6-იანი. შეხედეთ, კვერთხების 7-იანი და კვერთხების 6-იანი ამოვიდა აქ და მეგობრებო, იცით აქ როგორი რაღაცის თქმა მსურს. კვერთხების 7-იანი ძირითად შემთხვევაში ეს არის რაღაც გარკვეული კონფლიქტი და ბრძოლა და თუ დააკვირდებით, აქ ყოველთვის არის გამოსახული დასტების უმეტესობაში ადამიანი მხოლოდ ერთი, ანუ მარტო და აქ იცით როგორ სიუჟეტს ხედავთ. თითქოს აქ თქვენ მარტო ხართ და მარტოობაში ებრძვით რაღაც საკუთარ ემოციებს, საკუთარ რაღაც ემოციურ ფონს, შესაძლოა სადღაც საკუთარ ფიქრებსაც კი მეგობრებო. და შეხედეთ აქ როგორი სიტუაცია არის. პირველ რიგში აქ მე გეტყოდით იმას, რომ ბრძოლა, კი ბატონო, რაღაცებს უნდა შევებრძოლოთ ხოლმე საკუთარ თავში, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველგან ბრძოლა ჯერ ერთი არ არის საჭირო და მეორე უნდა დაფიქრდეთ, რატომ უნდა იბრძოლოთ და ის, რასაც თქვენ ებრძვით საკუთარ თავში, რეალურად უნდა იბრძოლოთ თუ არა ამ რაღაცას. ხვდებით, რასაც ვგულისხმობ? ანუ პირველი ვარიანტი თქვენთვის აქ ასეთი რეკომენდაცია არის, რომ დაფიქრდეთ, რამდენად ჭირდებათ რეალურად ბრძოლა, თუნდაც საკუთარ რაღაც შიშებთან, რაღაც საკუთარ ნეგატიურ ემოციებთან. იქნებ არ არის აქ საჭირო არანაირი ბრძოლა, არამედ პირიქით არის საჭირო მიმღებლობა. და შეხედეთ კვერთხების 6-იანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენ ამას საკუთარ თავში აუცილებლად დააბრკოლებთ. აუცილებლად დააბრკოლებთ და აუცილებლად დაამარცხებთ. და ზოგადად ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ ძალიან ბევრ ახალ რაღაცას ისწავლით საკუთარი თავისა და საკუთარი ემოციების შესახებ. მოდით კიდევ ერთი არკანი დავამატოთ. რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში? კვერთხების ტუზი. შეხედეთ, კვერთხები დომინირებს, კვერთხები. კი ბატონო, სიგნიფიკატორად თასების 8-იანი ამოვიდა, მაგრამ მაინც კვერთხები დომინირებს. კვერთხების ტუზი ეს არის რაღაც ახალი შესაძლებლობები, ახალი პერსპექტივები და ახალი პოტენციალი. ამიტომაც ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენში გაიხსნება რაღაც ახალი თქვენი ძალა, თქვენ შეძლებთ რომ ისევ და ისევ გაარჩიოთ თქვენი ემოციები რაღაც სოციუმისგან თუ ახლობლებისგან მოხვალ რაღაც ფიქრებს, ემოციებს და ასე შემდეგ. თქვენ დაამარცხებთ საკუთარ თავში თქვენს ყველაზე რაღაც დიდ შიშებს, შფოთვებს და ის, რასაც თქვენ ახლა ებრძვით, შეძლებთ რომ აქციოთ თქვენს შინაგან ძალად. და იცით, ზუსტად ეს არის სულის ალქიმია. ჩვენი რაღაც ნეგატიური ემოციებისა თუ ფიქრების გადაქცევა ჩვენს შინაგან ძალად. ხვდებით ხომ? სულ ეს არის ჩემო ზურფასო მეგობრებო, უღრმესი მადლობა პირველი ვარიანტი, რომ უყურეთ ამ ვიდეოს. მე თქვენ გისურვებთ წარმატებებს და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ვინც ამოირჩია აი ეს ქვა. და სიგნიფიკატორად აქ ამოვიდა, სიგნიფიკატორად უკაცრავად აქაც თასების 3-იანი. თასების 3-იანი უკვე არის საკმაოდ ისეთი არკანი, უფრო კეიფის, გართობის, კომუნიკაციის და პირველ რიგში ამ არკანიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში იქნება რაღაც ახალი ადამიანების გაცნობა, ახალ ადამიანებთან კომუნიკაცია, შესაძლოა გართობა და ძველი ამხანაგების, ძველი ნაცნობების მონახულებაც კი იყოს, თქვენ წარმოიდგინეთ და თასების 3-იანი პრინციპში, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, არის საკმაოდ პოზიტიური არკანი, ამიტომაც ამ ერთი კვირის განმავლობაში გელით თქვენ სასიამოვნო კომუნიკაციები, ძალიან დიდი ალბათობით სასიამოვნო ახალი ნაცნობობა, ახალი მეგობრობაც კი შეიძლება იყოს აქ და სხვათა შორის ძალიან დიდი შანსია აქ იყოს რაღაც ისეთი
შეკრება ადამიანების, მაგალითად ნათესავების, ან ძველი ამხანაგების, მეგობრების, კოლეგების, მაგრამ რაც მთავარია, ეს იქნება საკმაოდ სასიამოვნო თქვენთვის, მეგობრებო. ხვდებით ხომ? კარგი, დავამატოთ არკანები. იცით, შეჩვეული ვარ, რომ როდესაც რაღაცას ვხსნი და რაღაცას საუბრობ, ასე თმას არ ვიცი რას ვუშვები მე თვითონაც. კარგით, დავამატოთ არკანები. და ვნახოთ მეორე ვარიანტს რა ელოდება 26 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით. არკანი ხმლების 10-იანი, არკანი კვერთხების 5-იანი, არკანი ეტლი, არკანი ხმლების 9-იანი, არკანი ქურუმიკაცი და არკანი შეყვარებულები. სამი უფროსი არკანი ამოვიდა. და შეხედეთ ხმლების 10-იანი, კვერთხების 5-იანი და ხმლების 9-იანი. პირველ რიგში არის სასიამოვნო არკანები არის ნამდვილად და პირდაპირ გეტყვით ამ ერთი კვირის განმავლობაში შესაძლოა რაღაც არსის სასიამოვნო ამბავი გაიგოთ, მაგრამ უმეტესობასთან აქ უფრო მეტად რეზონირდება კონკრეტულ ადამიანთან კონფლიქტი, კონკრეტულ ადამიანთან აზრთა და პირისპირება, რამაც თქვენზე შეიძლება ისე კარგად იმოქმედოს მენტალურად. მაგრამ რაც მთავარია, თქვენთვის აქ ამოვიდა რჩევა, რეკომენდაციაც და პირველ რიგში გეტყოდით ასეთ რაღაცას, რომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რა სახის კონფლიქტიც არ უნდა იყოს, გახსოვდეთ, რომ ისევ და ისევ თქვენ ხართ ინდივიდუალური ადამიანი, სხვა ადამიანიც ინდივიდია და ყოველი ჩვენგანის ემოციური ფონი, სამყაროისეული აღქმა და გამოცდილება განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად საკმაოდ ბევრ რაღაცაში ვგავართ ადამიანები ერთმანეთს, ხო? მაგრამ შეხედეთ პირველ რიგში საკუთარი გამოცდილება სხვის გამოცდილებას არ უნდა გაუტოლოთ და საკუთარი ემოციები სხვის ემოციებს, ეს ერთი. მეორე, კონფლიქტების კუთხით გეტყოდით იმას, რომ მიიღებთ გულთან ახლოს რაღაც გარკვეულ სიტყვებს და მეგობრებო, იცით აქ როგორ რაღაცას ვიტყოდი, შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მიიღებთ კრიტიკას და მიიღებთ რაღაც ნეგატიურ სიტყვებს, ნეგატიურ შეფასებებს ისეთი ადამიანისგან და ისეთი ადამიანებისგან, რომლებისგანაც რჩევას არ მიიღებდით. იმიტომ რომ თუ თქვენ კონკრეტული ადამიანისგან მიიღებდით რჩევას, იმიტომ რომ ადამიანი არ ვიცი არის ყოჩაღი, კარგი, საინტერესო, რა ვიცი, თქვენთვის ავტორიტეტი, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მისი მხრიდან რაღაც ისეთი ადეკვატური კრიტიკა მიიღოთ და რეკომენდაცია, ხო? მაგრამ თუ ადამიანის გარჩევას არ მიიღებდით, იმიტომ რომ არ მოგწონთ ის რეალობა, რომელშიც ეს ადამიანი ცხოვრობს, არ გაინტერესებთ ეს ადამიანი, არ გსიამოვნებთ, მაშინ მისი მხრიდან კრიტიკაც არ უნდა მიიღოთ. აქ კი ამ ერთი კვირის განმავლობაში დამიჯერეთ, იქნება აუცილებლად გარკვეული კრიტიკა, იქნება აქ თქვენი სადღაც დამცირების მცდელობებიც შეიძლება იყოს, შეჯიბრის მცდელობებიც. თუმცა უფრო მეტად აქ ხედავ კონკრეტულ პიროვნებას, ქურუმიკაცი ამოვიდა აქ და ხედავ კონკრეტულ ადამიანს, რომელიც ეცდება რაღაცნაირად დაამტკიცოს, რომ იგი არის ძალიან მაგარი ტიპი, ძალიან ავტორიტეტი, ძალიან საინტერესო და იცით, თუ თქვენ კონკრეტული ადამიანისგან არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ვინ არის, თუ თქვენ ადამიანისგან გწყინთ რაღაც კონკრეტული სიტყვები, საკუთარ თავს უნდა დაუსვათ ასეთი შეკითხვა. რატომ წინს? რას ნიშნავს რეალურად ეს ადამიანი ჩემთვის და რატომ მომაქვს გულთან ახლოს ეს რაღაც მისი სიტყვები ან რაღაც მისი ქმედებები ჩემთან მიმართებაში. დაფიქრდით ამის შესახებ, რომ რატომ ვაძლევ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ამ ადამიანისგან რაღაც მისი ან სიტყვები ან ქმედებები მეწყინოს, ხო? რატომ ვაძლევ? ვინ არის ეს ადამიანი ეგეთი, რომ მისი მხრიდან მწყინის რაღაც და სიძირზე ხმლების რუიანი. აქ აშკარად ვეხებით, მეგობრებო, რაღაც მენტალურ ჩარჩოებს. და აქ ამ ერთი კვირის განმავლობაში მიუხედავად გართობისა და საბოლოო ჯამში საკმაოდ სასიამოვნო ენერგიებისა, თქვენ სამყაროდ დაგანახებთ თქვენს სისუსტეებს და დაგანახებთ იმას, თუ რაზე უნდა იმუშაოთ საკუთარ თავში. იმიტომ რომ
მესმის რომ დიახ ყველასგან არის გარკვეულწილად საწყენი არც ეს სიამოვნო სიტყვები მაგრამ საბოლოო ჯამში ძირითად შემთხვევაში ჩვენ გვწყინს უფრო მეტად ის რასაც ჩვენ ვფიქრობთ რეალურად საკუთარ თავზე მაგალითად ვიღაც თუ მოვა თქვენთან და გეტყვით რომ აი შენ არ ვიცი მახინჯი ხარ დავუშვათ ხო შესაძლოა ეგ თუ გწყინთ ეს თუ გეწყინათ უცხო ადამიანისგან მაგალითად ძალიან დიდი ალბათობით ეს იმიტომ მოხდა რომ თქვენ ან ასე ფიქრობთ სადღაც გულის სიღრმეში ან არ ხართ საკმარისად დარწმუნებული საკუთარ სილამაზეში, საკუთარ ქარიზმაში, საკუთარ ესში, ხო? და ის უნდა დაამუშავოთ საკუთარ თავში. ამიტომაც მეორე ვარიანტი, აქ თქვენ გელოდება ძალიან შემეცნებითი კვირა, ძირითადად აქ იქნება უფრო მეტად რაღაც გართობა და სასიამოვნო ენერგიები, მიუხედავად ამ ნეგატიური სიტუაციისა, მაგრამ იცოდეთ რომ ეს ნეგატიური სიტუაცია, რაც მე თქვენ აგიხწერეთ, იქნება ძალიან საბედისწერო და ძალიან მნიშვნელოვანი თქვენთვის, იმიტომ რომ კი შეიძლება ძალიან გეტკინოთ, ძალიან ეტკინოს ზოგ თქვენგანს რაღაც კონკრეტული სიტყვები, მაგრამ მიუხედავად ამისა, საბედისწერო იქნება, იმიტომ რომ ამ ტკივილიდან დაიწყება თქვენი შინაგანი ზრდა, ხმლების ხრიანი და ხმლების ათიანი. ათიანი ყოველთვის არის დასასრული და დასასრული ყოველთვის არის რაღაც ახალის დასაწყისი, ხო? აქ თქვენ დაინახავთ თქვენს ტრავმებს, თქვენს რაღაც ნეგატიურ ფიქრებს საკუთარ თავზე და შეძლებთ რომ ისინი კარგად დაამუშავოთ. იმიტომ რომ მკვეთრად დაინახავთ ამას. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, მე თქვენ გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერ, ნაყოფიერ დროს.